შენიცის სპორტის ბოლო მეოთხედფინალური დაპირისპირებით გიბრუნდებით, მოთამაშეებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი თამაში გველოდება. ჩვენი წარმდგენია BetLive და აქვე გეტყვით, რომ სეზონის გამარჯვებული მიიღებს 10,000 ლარს. მე კი ზაზა ვარ ამ გადაცემის წამყვანი და სანამ გადავალთ ბიჭებთან და ვკითხავთ, თუ როგორი განწყობით ხვდებიან დღევანდელ ეპიზოდს, არ დაგავიწყდეთ BeLive-ის YouTube არხის გამოწერა. გიორგი და სანდრო არიან დღევანდელი ეპიზოდის მონაწილეები. როგორ ხართ ბიჭებო და როგორ გწნობს თავს გიო შენგან დავიწყოთ. ავიცი ნორმალურად წინა თამაშთან შედარებით უფრო აზარტულად რა, რაც ავიცი ამდენად კარგია. თამაშის ბოლოს მივხვდები რას დავაბრალო მაგას თუ პირიქით. შვენიერი, სანდრო შენ რას გვეტყვი? ხო, განწყობა შესანიშნავია თამაშის წინ ყოველთვის ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ რაღაცა კითხვებზე მაქვს სათამაშოს, არ აქვს მნიშვნელობა მეგობრთან იქნება სახში თუ სადმე გადაცემაში. შვენიერი, წარმატებებს გისურვებთ. პირველი რაუნდის წესები. პირველი რაუნდი, ფოტოდუელი. ამ რაუნდში ორივე მონაწილეს ეძლევა 90 წამი. მათი მიზანია ეკრანზე გამოსახული სპორტსმენების გამოცნობა, რომლის საშუალებაც რიგრიგობით ეძლევათ. სვლა იქამდე არ გადადის მეორე მოთამაშეზე, სანამ სწორი პასუხი არ დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე ვერ გამოიცნობს ეკრანზე გამოსახულ სპორტსმენს, აუცილებელია თქვას სიტყვა შემდეგი, მაგრამ დაკარგავს საჯარიმო 3 წამს. რაუნდს იგებს ის, ვისაც მოწინააღმდეგეზე მეტი დრო დარჩება. მოვისმინეთ პირველი რაუნდის წესები, მეგობრებო, უკვე აღარ გეკითხებით გასაგებია თუ არა წესები. დადექით ისეთ პოზიციებზე, რომელიც თქვენთვის ნაცნობია და ისევ ჯეირანით გადავწყვიტეთ. მესამდე, ხო? ჯეირანით ვინ დაიწყებს თამაშს? ჯეირანი. ისი ვიდეოა, ხო? ამერიკული და ჯეირანი. მე ვიწყებ. გიო, შენ იწყებ თამაშს, გვარი სრულად წარმატებებს გისურვებ, 5-წამიანი კაუნტდაუნი ირთვება მოწინააღმდეგის ზურგს უკან მონიტორზე, აბა წავედით. ლაუტარო მარტინესი. ნისტელროი, ვან ნისტელროი. კეინი. ჯონ ვოლი. მარკუს მარტი. ლუნბერგი. მარინ ჩილიჩი. შემდეგი. დავითაშვილი, ხო? ზურაბიშვილი. შემდეგი ვერ გავიხსენე. დათუნაშვილი. ვალბუენა. ჯერვინიო. შემდეგი. მელოუნი. კიუ. შემდეგი. ოკონი. ვაიმე, ჯერონტა დევის. ჯენასი. კაფ. შმეიხელი. კოკოშკოვი. ეს არის რადრადრა. დავით გოფინი. შემდეგი. ჯონსონი. შემდეგი ვერ გავიხსენე თამაშს ნაილს. ნურკიჩი. კლაპენბურგი. შემდეგი. შემდეგი. აიე. შილტონი. ინგრამი. ჰაინცი. ტრაპატონი. მუნტარი. ვიღაც. ამოიწურა დრო. ამოიწურა, მეგობრებო, დავბრუნდეთ საწყის პოზიციებზე. გავიგეთ პირველი რაუნდის გამარჯვებული.
სანდრო, მაპატია, მაგრამ არ შემიძლია რომ ეს მანიაკალური თამაში არ შემოხო. ვერ გაპატიე. შეცდომა იყო, ხო? არც ერთ შეცდომა არ ყოფილა. ბრავო. ძალიან მაგარი რაუნდი გქონდა. ერთი თუნდი გვაქვს საერთო ჩათვლაში, გიო დაწინაურდა. წავედით მეორე რაუნდში 3 მინი თამაში გქონდება, წესები მოვისმინოთ. მეორე რაუნდი, მინი თამაშები, ტაქტიკური კვადრატი. თამაში 9 უჯრისგან შედგება. თითოეული მათგანი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად სხვადასხვა მოცემულობით არის დაკავშირებული. მოთამაშეების მიზანია, რომ სწორი ტაქტიკითა და პასუხებით შეავსონ გრაფა ისე, რომ გაავლონ ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან დიაგონალური კვეთები. სასტარტო 11-ეული. რაუნდის ამ ნაწილში მონაწილეები ეკრანზე ხედავენ კონკრეტულ თამაშზე წარმოდგენილი ერთ-ერთი გუნდის ძირითად შემადგენლობას. თითოეული ფეხბურთელი სირთულის მიხედვით არის დაყოფილი. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ მოწინააღმდეგეზე მეტი ქულა. set point-ი. მეორე რაუნდის გადამწყვეტ ეტაპზე მოთამაშეებს მოუწევთ გამოიცნონ ფეხბურთელის საკუთარი კარიერის მიხედვით. პასუხი დასწრებაზეა. მოვისმინეთ მეორე რაუნდის წესები, უკვე კითხვებს აღარ ვსვამ, გასაგებია თუ არ არის გასაგები, პირდაპირ ტაქტიკური კვადრატის დღევანდელი მოცემულობა გამოვიტანოთ ეკრანზე. მოკლედ, მეგობრებო, როგორც ხედავთ, დღეს ჰორიზონტალურად გვაქვს ესპანელი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ნიდერლანდელი ფეხბურთელი და ფეხბურთელი, რომელსაც უთამაშია ინტერში. ხოლო ვერტიკალური მოცემულობა გვაქვს შემდეგნაირი: 5 და მეტი გოლი ევროპის ჩემპიონატზე, 100 და მეტი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე და ფეხბურთელი, რომელსაც უთამაშია პარი სენ-ჟერმენში. ამ რაუნდს დაიწყებს სანდრო და გისმენთ სანდრო შენი სვლა. კარგი. კაი, მოდი არაფერში არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ უნდა წავიდეთ გარტყმებით ახლა. ნიდერლანდელი 100+ მატჩით ჩემპიონთა ლიგაზე. მოდი მაინც იყოს ვანდერსარი. არ არის სწორი პასუხი, სამწუხაროდ. ისე კი გამიფილტრა სანდრო. იმიტომ რომ აი შენც ფიქრობდი? გონებაში ხო 9 ვარიანტს ჩამოწერ და ვანდერსარს აი პირველს თუ მეორეს ვიტყოდ. აი პირველს ვიტყოდ. კაი, მოდი იყოს 5 გოლი ევროპის ჩემპიონატებზე და ესპანელი ფერნანდო ტორესი. სწორი პასუხია. კი ბატონო. კარგი, მოდი მე მაინც მივაწვევი მაგას და 100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე და ნიდერლანდელი იყოს პატრიკ კლიუერტი. სამწუხაროდ არც ეს არ არის სწორი პასუხი და ამ უჯრაში ვეღარ შეავსებ სანდრო. ოკეი. სანდრო ვეღარ შეავსებს ამ უჯრაში? აღარ გვექნება. ხო, ერთ უჯრაში ორი მცდელობაა. კაი, მე ვიტყვი მაშინ 100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ნიდერლანდელი უწევს 3 აქვს მოგებული და ზეედორფი იყოს. ეს სწორი პასუხია. და ხა მე უნდა შევასო უთამაშია ინტერში და უთამაშია PSG-ში ზლატანი. სწორია, რა თქმა უნდა. კი ბატონო. მე აი ხა X-იდან 0-ზე უნდა ვიფიქრო. ანუ მიწევს საუკეთესო ვარიანტი რო შევავსო, არის ისა, ხო? უთამაშია ინტერში და 5 გოლი ევროპის ჩემპიონატებზე. აი მე ვერ დაგეხმარები მანდ. მაგრამ პრინციპში იგივე. უთამაშია პარი სენ-ჟერმენში ესპანელი ფაბიან რუისი იყოს. იყოს და იყოს, სწორია. აი, უთამაშია ინტერში 5 გოლი ევროპის ჩემპიონატებზე. კაი, მოდი იყოს ესპანელი 100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე კასილას. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია კასილასი. ხო. ანუ ხა მე ყველა ვარიანტში უნდა ყველა ვარიანტშია. მინდა მოგება, უნდა ჩავწერო. რატო დამებინდა გონება? არ ვიცი. ეს რამდენი გოლი აქვს მაგას გატანა? აი 3 მაქსობს. ძალიან ბევრსაც ვიფიქრებ, თორე დაგაჩქარებ. არა. აი გონიურ ვადას გამოვიყენებ. აუ, გაეტანა რანეტა. კაი. მოდი იყოს 5 გოლი ევროპის ჩემპიონატებზე უთამაშია ინტერში ბერკამპი. სამწუხაროდ არ არის ეს სწორი პასუხი. პირველი მცდელობა დაკარგი ამ უჯრაში ეს გახსოვდეს. კი ბატონო. სანდრო, შენ ჯერია. აი მეც ახლა უნდა გავარტყა რამე მანდ.
თან ზლატანსაც ვეღარ ჩასვამ, ხო? რადგანაც გამოყენებული. ხო. ისე ზლატანზე ვფიქრობდი 3 გოლი მახსოვს, ხო და შეიძლება არც აქვს 5. ვესლი სნეიდერი იყოს. სად? უთამაშია ინტერი და 5 გოლი ევროპაზე. უთამაშია არა, არასწორი პასუხია. აი მეორე ვარიანტი მაქვს და იურგენ კლისმანი ხო უნდა ჩაჭდეს. 5+ გოლი ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია ინტერში, ხო? კლისმანი. ეს უკვე სწორი პასუხია. რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდის პირველი მინი თამაში გიოს მიაქვს საკუთარ აქტივში. ისე ვინ იყვნენ? უფრო ანუ კლისმანი და სად გაინტერესებს ვინ? აი მან რა, ბევრი იყვნენ. 5+ გოლი ევროპის ჩემპიონატზე და ინტერი, ხო? ლუკაკუ, შაკირი. ლუკაკუს 5-ია? ლუკაკუს ვერ ვინდობ. ან მე უბრალოდ ამომივარდა თავიდან. არა, კიდე არიან. შაკირის ნაღდა არ ვიტყოდი და აი ლუკაკუ რა თქმა უნდა გონებაში ქონდა, მაგრამ და ერთ საინტერესო რაღაცასაც გეტყვით, რომ ვანდერსარს აქვს 98 მატჩი. რა თქმა უნდა, ეს ვიცოდით წინასწარ რომ იქნებოდა ეს ვარიანტი. წავედით, მაშინ ახლა ვნახოთ როგორია მეორე რაუნდის მეორე მინი თამაშის მოცემულობა, სადაც 2016 წელს ვართ. ევროპის ჩემპიონატია, გაგანია მეოთხედფინალია. როგორც თქვენთან. აქ და ახლა. უელსი ხდება ბელგიას. ვახ, და თქვენთვის მოვიტანეთ, და მიხვდებით ალბათ, რაც მოვიტანეთ, ბელგიის შემადგენლობა. გამორიცხული. ვის და ყველაზე მარტივს 10 ნომერს ედენ აზარს შემოგთავაზებთ მე. გამორიცხული. ამ რაუნდს მინი თამაშს უпростоრად სანდრო დაიწყებს. სანდრო, ქულები ეკრანზეა, ნომრებსაც ხედავ. მითხარი გვარი და თუ სწორია აუცილებლად იმ ქულას მოგანიჭებთ. ნუ ხვდები ასეთი შემართებით, გამორიცხული არაფერი არ არის. კი ბატონო, რა ვიცი. 21. ჯამში დაფაზე გვაქვს 21 ქულა, 11 ქულა იგებს თამაშს. 3 შეცდომას თუ დაუშვებთ, თუ ანგარიშში წინ ხართ, თქვენი ქულა გინარჩუნდებათ. აბა წავედით. 16 რეებს ვიგონებ. არა, მეუნია იყოს 16. ეს სწორი პასუხია. 2-0-ით იწყებს სანდრო. მეტი არ ვიცი. დამაგრდი. წავედით. აი მე უფრო არ გავრისკავ, მე ხო ვიცი და ნუ დასაწყისში გავრისკავ რა. 4 ქულიანს? 4 ქულიანს, ხო. ვამდ 15 რომელს, მსველს. ჯეისონ დენაიერი ხომ არა. ვინც არ რისკავსო და 4 ქულა შენია ჩემო გიორგი. კარგი. 11 იყოს მერტენსი. 11 არ არის მერტენსი, პირველი შეცდომა სანდროს. 11 არ არის მერტენსი? ეგეც ფილტრი იყო სანდრო. შენთვისაც მერტენსი იყო? მართლა, ანუ არა, სხვას ვიტყოდ. ანუ გულწრფელად, მაგრამ მერტენსი უწევდა რა. მოდით 11-ს ავიღებ, მე კევინ მირალასი ხო არა? არ არის, არც მირალასი და შენს პირველი შეცდომა. კარგად იყოს 11 ნომერი. არა ბიჭო, ვიღაცა დაცვაში 15 და 2, ხო? 15 ეთქო. ხო, 2 ნომერი ვინ შეიძლება იყოს? ერთ ფულიანს ხო არ გავყვეთ და აი შენ გაწყობს ხო? არ ვიცხოვ. არა, მე მინდა შეურცხვერა და ბოლოს ისე იყოს თორე. აი, საერთოდ არ ვარ დარწმუნებული რომ ეგ არის, მაგრამ იყოს 3 შეცდომის უფლება მაქვს, ხო? კი, ჯერ ერთი გაქვს. ვერტონგენი 2 ნომერი. არ არის სწორი პასუხი. ვერტონგენი თუ არა, ვინც რჩება წარმომიდგენია, მაგრამ 2 ქულიანია თან? აი, არ მინდა ის, ხო ვიცი, ეგეთი მარტივი არ იქნება. 6 იყოს, მოდი. აქსელ ვიცელი. იყოს. 6 თორია ანგარიში. მე 4 მეგონა ვიცელი, კაი. ისე რომ ერთ ქულას არ მიცემდნენ ვიცილს თქვა, ეგ. აი, ანუ შანსი არ არის. ხა ანგარიში რამდენია? 6 თორია ანგარიში. 6 თორი არის ანგარიში. კარგი. 9 ლუკაკუ. 9 ლუკაკუ. ეს სწორი პასუხი. 6-ით 3. 7 კევინ დე ბრუინი. ესეც სწორი პასუხია. 7-ით 3 ანგარიში. 2016-ია, ხო? 16-ში. აი, ეგეც საინტერესოა, იყო უკვე. აი, მაინც შანსი არ მაქვს მოგების და იყოს კურტუა 1. პირველი ნომერი ტიბო კურტუაა, რა თქმა უნდა. 7-4. 4 გოლის ავტორი. მოგაიტანა, კი. რაჯა ნაინგოვანი. მაგას ვფიქრობდი. 8-4 ანგარიში. როგორ ახსოვს? მაგარი გოლი გაიტანა. იოს.
შორიდან. ესე იგი ჩვენ დაგჭა გასახსნელი 11 ცენტრალური ნომერი. მცველი, მარცხენა მცველი და მარჯვენა მარცხენა მცველი. ძალიან სოლიდური 9 ქულა გაქვთ კიდე. არა, ხო, მოსანადირებელი. მარჯვენა გარემარბი. ვინ იყო? მე კი მაქვს ვერსია, მაგრამ მარჯვენა გარემარბი ვთქვა თუ მცველი აღარ ვიცი. შანსი არ არის 16 ეგ ნაკრებში არ იქნებოდა, ეგ გამოვრიცხეთ. ანუ აი წარმოდგენა არ მაქვს და მაქსიმუმ თქვა მცველი ალდერვეირელდი ნომერი. 2 ნომერი. ეს სწორი პასუხია. 8-6. კი ბატონო. აი ვერტონგენი რა თქვა და შენ რო ჩაიჭერი რომ მეორე რჩებაო, ეს იგულისხმე? კი, ტოტენჰემის ბელგიელები. ბროდ, აი ვერმაელენი არ ყოფილიყო. აი მაინც არ გავუხსნა. ხო. კომპანი 2 ნომერით არ იქნებოდა რა. კაი. დარჩა 2 ფეხბურთელი, ანგარიში გვაქვს 8-6. ნებისმიერის გახსნის შემთხვევაში გიო იგებს თამაშს. რა გამოდის რომ რაუნდსაც. ო, ეგრე. 11 ნომერი ნასერ შადლი ხო არა? არ არის სწორი პასუხი და მეორე შეცდომა გიოს. აი საერთოდ ახლოსაც ვერ მივდივარ. და აბა მითხარი ვარიანტი. ან 21 ნომერი, ან 11 ნომერი. 11 ნომერს გეტყვი ტორგენ ჰაზარი. არა, სამწუხაროდ არ არის ეს სწორი პასუხი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდი სრულად მიაქვს ციხეს და საერთო ჩათვლაში ანგარიში ხდება 2-0. ვიტყვი რა. ახლა კი დაუბრუნდეთ ამ დაფას თუ ანუ მარცხენა მცველად ფერადკანიანი, დრედებიანი ტიპია? აი ერთადერთ ჯორდან ლუკაკუ ხო არა, რა ვიცი. აი ნახე დაფას დააკვირდი. ერთადერთ ადამიანს აწერია სახელი. ხო, და ჯორდან ლუკაკუა მაგით, ხო. ჯორდან ლუკაკუს მე არ. რომელ ლუკაკუ უტევდა და ჯორდან ლუკაკუ იტევა დაცვაში. 11 სულ ნომერი. შემემჩნია ეგ. წავედით ახლა 11 ნომერთანაც უნდა გამოვიცნო. 11, რავი, აი დეფური? არა. მაშინ მინიშნება ატლეტიკო, უცებ. კარასკოა? ამ დროსაც თამაშობდა. კარასკო, კი. კარასკო ვიფიქრე. არა, ამ დროს თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო, გოლი გაიტანა. კი, აი ხლა რო ვიფიქრე და უკვე გამოცემულობით გამოვიწყე. მე მგონი არ იყო ეგეთი რთული და არა, კარასკოს ხო სამიანი არ იყო, უფრო აი რაღაც უფრო ღრმა რაღაცეებში ვეძებდი. 2-0 გვაქვს საერთო ჩათვლაში და წავედით მესამე რაუნდში. მესამე რაუნდი სპორტპედია. ამ რაუნდში მოცემულია 12 გრაფა, რომელიც 4 კატეგორიადაა დაყოფილი. თითოეული კატეგორია 3 სხვადასხვა სირთულის შეკითხვას მოიცავს. მოთამაშეები მონაცვლეობით პასუხობენ მათთვის მისაღებ შეკითხვებს. მონაწილის მიერ აღებული შეკითხვის ვერ გამოცნობის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს ეძლევა საშუალება მოიპაროს კითხვა. თუმცა თუ კი არასწორ პასუხს გასცემს, შესაბამისი ნომინალით გამინუსდება. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ქულა. მოვისმინეთ მესამე რაუნდის წესები და სანამ აი ამ ძალიან საინტერესო ორქულიან და ფაქტობრივად ეპიზოდის ბედის გადამწყვეტ რაუნდს დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმდგენია BetLive. მეგობრებო, ახლა კი გავეცნოთ 4 კატეგორიას სპორტპედიას რაუნდიდან. პირველი კატეგორია დღეს გვაქვს სანაკრებო რეკორდები, მეორე კატეგორია ოლიმპიელი ქართველები, მესამე კატეგორია ბავშვობიდან ვარსკვლავები და ბოლო კატეგორია ფული ჯოჯოხეთს ანათებს. სანდრო, შენი ჯერია. კარგი ხო, არ ვიცი, ბავშვობიდან ვარსკვლავები 200. ბავშვობიდან ვარსკვლავები 200 ქულა. გიო, შენ შეგახსენებ, რომ მოპარვა შეგიძლია, ისევე როგორც შენ, სანდრო, მოწინააღმდეგეს შეკითხვებზე, ოღონდ პასუხამდე. წავედით. 2011 წლის 18 წლამდე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე მასპინძლებმა იჩემპიონეს. MVP კი მათი 211 სანტიმეტრიანი ცენტრი გახდა. დაგვისახელეთ ეს კალათბურთელი თუ გეტყვით, რომ ამჟამად იგი კოლორადოული ფრენჩაიზის ღირსებას იცავს. თუმცა სახელი კანადური გუნდის შემადგენლობაში მოიხვეჭა. ოპა, ამერიკის შტატები და ქალაქები მისწავლა. აბა სანდრო, რა გაფილტრე და რა დაგჭა? კანადაში იყოს, კაი, მე მგონი საერთოდ ამერიკელია, მაგრამ ოსტონ მეთიუს. არა, სამწუხაროდ არ არის ეს სწორი პასუხი. დენვერი. ონ ჰოკეია. ეხლა ხო არ მეტყვი კიდე რამეს? დენვერის მანა, გიო.
დენვერში იყო და იქ მოი. სახელი ტორონტოში გაითქვა. ერთი წუთი, ანუ კალათბურთია? რა თქმა უნდა. მე ჰოკეიზე წავედი. ჰოკეიზე წახვედი? კი. არა, მე უბრალოდ კოლორადოელი ვიყავ. მე ჰოკეიზე ტორონტო და დენვერი. შეკითხვა შტერია თან საკალათბურთო. ბოდიში. ვახ. აუ, რავი, ჩამეკითხა გონები. რატომღაც წავედი რა იმაში თამაშობდა რომელიღაც კანადურ გუნდში და ამერიკა მოი. მოკლედ, სწორი პასუხი მეგობრებო არის იონას ვალანჩუნასი, რომელსაც საშუალოდ ჰქონდა 23 ქულა და 14 მოხსნა. სრულიად სხვაგან წავედი. ერთი თვეაც მაგიტო შანსი არა იონას ვალანჩუნასზე ვიფიქრე. წავედით გიო შენ ჯერია. სანდრო დასანანია ძალიან რომ არა, ემოცია ყურადღება ხო აბსოლუტურად. ოლიმპიელი ქართველები 200. ოლიმპიელი ქართველები 200 ქულა. ყველაზე მეტი ოქროს მედლის მოპოვება დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებმა 2 ოლიმპიადაზე შეძლო. აქედან მეორეჯერ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე. დაასახელეთ პირველი ოლიმპიადა, სადაც ამ წარმატებას მივაღწიეთ. ესით აინთო მოპარვის ღილაკიც. მინდორაშვილმა პირველიამ და ცირეკიძე მოიგეს 2008-ში პეკინში, შესაბამისად 3 ოქრო მაგაწელს იყო. 10-იანი ფრიადი ეს სწორი პასუხია. სანდრო შენ ჯერია 200-ით რო ნახდება ანგარიში. კი ბატონო. ავიღოთ ფული ჯოჯოხეთს ანათებს 200. ფული ჯოჯოხეთს ანათებს 200 ქულიანი შეკითხვა. მოარული ხმები ამბობენ, რომ 2022-23 წლებში რიო-დე-ჟანეიროში პრემიერ ლიგის რამდენიმე ტურის განმავლობაში საეჭვო ფსონები იმაზე იდებოდა, რომ ეს ფეხბურთელი ყვითელ ბარათს მიიღებდა. გაგიკვირდებათ და მიიღო კიდეც. 4ჯერ. რიო-დე-ჟანეიროში 1 წუთით. აქ პირიქით მოხდა გიომ ანთო მოპარვის ღილაკი. პრემიერ ლიგა, ანუ ინგლისის პრემიერ ლიგაზე ესაუბრეთ თუ ბრაზილიის მაგას ვერ მივხვდეთ. თუ კაი, ინგლისის ესაუბრე, კი. ლუკას პაკეტა იყოს რა. იყოს და სწორი პასუხია ლუკას პაკეტა, რომელიც საბოლოოდ გაამართლეს, რო იცოდეთ. გეცოდინებათ ეს არის. ლიდსთან, ლესტერთან, ბორმუთთან და ასტონ ვილასთან ქონდა ყვითლები. თუშიცი იყო სტატია მართლა აზრია. წაიყვანა. კაი. სწორია, დიო შენ ჯერია. ოლიმპიელი ქართველები 200-ისთვის სიმართლე გითხრათ იყო მარტივი. ხო ეგრე ფიქრობ შეც. პეკინი 200. მე აი რაღაცა ძველი მეების გახსენება რაოდენობრივად მაგრად მიჭერს ასე რომ არა უბრალოდ 3 ოქრო რო ანუ შენ ფიქრობ რომ 300-ზე წეგეთ დაგხვდება? არა, 300 შეიძლება ძალიან დიდი დიაპაზონი იყოს თქო, მაგრამ იყოს, მოდი ოლიმპიელი ქართველები 300. ოლიმპიელი ქართველები 300 ქულა. საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა პირველად 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა. დაასახელეთ სპორტსმენი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ისტორიაში პირველი ოლიმპიური медаლი მოუტანა. მან დავიღეთ 2 ბრინჯაო. და იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი და ერთდრომაული ძიუდოს მერეა, თუ იმას სხვა სპორტშია, უკავე. იმედია ძიუდოშია, სოსოლი პარტელია. ბრავო, ნუ რა გავაკეთოთ აღარ ვიცი. მეორე იყო 500-200 ხდება ანგარიში. აი, აღარ ვიცი. სოსოლი პარტელიანი, რომელიც რა სპორტსმენი იყო? ძიუდო 66-ში არის. 78-ში. 78, ბოდიშ, 78, 66-ში ვაზაგაშვილმა იყო მე. კი ბატონო. სანდრო შენ ჯერია. სანაკრებო რეკორდები იყოს 200. სანაკრებო რეკორდები 200 ქულა. იაპონიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დუეტს ერთად 130 გოლი აქვს გატანილი. პირველ ადგილოსანს კუნიშიგე კამამოტოს 76 მატჩში 75 გოლი აქვს. დაასახელე მეორე ფეხბურთელი თუ გეტყვით, რომ მისი ნაკრებში გამოძახება თეორიულად ახლაც შესაძლებელია. გახსოვს მაგის სახელი? არა, ეს 60 წლის რო არის. ეგა. სახელი არ მახსოვს. ანუ ნაკატა. არა, არ არის სწორი პასუხი გიოც ვერ იპარავს. ეს არის კაზუიუში მიურა. არა, შეუძლებელი, ანუ წაკითხული მაქვს, მაგრამ 58 წლისა ამჟამად და ეხლაც თამაშობს ფეხბურთს. პროსტე ესეთი წარმატებული ის თუ ქონდა თავის დროზე იაპონიაში არ მეგონა.
სადღაც დაუგროვდა რა. უკვე პენსიაზე გადის, მართლა ნამდვილ პენსიაზე. ცირა მე შენჯერია. 300 თუ მომინდა მინუსი უნდა ავიყო. მოდი იყოს ოლიმპიელი ქართველები 100. ოლიმპიელი ქართველები თლიანად გინდა რომ წაიღო. 100 ქულა. ის ერთადერთია, ვისაც საქართველოს მედროშეობის პატივის 3-ჯერ ერგო წილად. ოლიმპიადების ისტორიაში ერთ უნიკალურ რეკორდსაც იყოფს. დაასახელეთ ეს სპორტსმენი. ნინო სალუკოც. ეს სწორი პასუხია. 600-200 ხდება ანგარიში. წავედით ბავშვობიდან ვარსკვლავები 300. ბავშვობიდან ვარსკვლავები 300 ქულა. 2006 წლის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის და ფეხბურთელის წოდებასთან ერთად მან ამ ტურნირის ოქროს მედალიც მოიპოვა. არაერთ კლუბში და მათ შორის რამდენიმე გრანდში თამაშის შემდეგ ამ ფორვარდმა კარიერა სამშობლოს მეზობელ ქვეყანაში, კერძოდ კი რურის რეგიონში დაასრულა. დაგვისახელეთ ფეხბურთელი. სამშობლოს მეზობელ ეხლა ვიღაცა ისეთი მოვიწყდება რომ მაქვს ვერსია, მაგრამ არა აბა სანდრო. ისევ იგივე კითხვა მაქვს, რა დარჩა ფილტრის მერე. კაი, აზე არ ვარ იყოს გომისი, ანუ იცი. არ არის გომისის სწორი პასუხი. შენ ვერსია გქონდა? არა, მე ჰოლანდიელები გქონდა, ჰოლანდია არის ფრანკს ფიქრობდი ვიღაცას და ვერ ვინ გავიხსენ. გქონდა ვერსია? ჰოლანდიელი? კუნტელა არის? არა, ჰოლანდირო არ. ეგ არის ექსანდრო. ეს ჰუნტელა არის საზღვრება? ეს ჰუნტელა. ჰოლანდია ეს საზღვრება გერმანია? ბასიანს ხუნტელა არის სწორი პასუხი. აუ, იმაზე ვფიქრობთ ჰოლანდიელებზე. კი არა და ფრანგებს. ეს საზღვრება, კაცო, მეც რა მაგარი ვარ. ხო და გომისის მაგიტო თქონ კაი. სხვათა შორის მეგონა რომ ამ შეკითხვას აიღებთ. როგორ შევხედე იცი ბევრი ფილტრი იყო რა. როგორ შევხედე რუკას იცი? ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგია. მან გერმანია არ არის თქო და მარჯვნივ როგორ არის გერმანია. შენჯერია კი. ვაიმე, ანუ რა. 600-200 ანგარიში ისევ. ფული ჯოჯოხებს ანათებს 100. ფული ჯოჯოხეთს ანათებს 100 ქულა. 2016 წლის დეკემბერში აზიური სატრანსფერო რეკორდი დამყარდა. როცა ცნობილი ჯილდოს ეს სეხნია ჩინეთში გადავიდა. ცნობილი ჯილდოს ეს სეხნია. აბაგიო წავედით 100 ქულიანი შეკითხვაა და ან მაგრადიდებდა. ძალიან ბევრსაც ვერ გაფიქრებ. არ ვიცი. მაშინ იყოს ოსკარი. ეგა ოსკარია, ხო ოსკარი. ოჰ, აბა ვინ უნდა იყოს? ოსკარის სწორი პასუხია 700 თავიდან ვიფიქრობდი გითხრა. თან მაშინ იყოს, ხო? ბობი ზამორას. ნუ ზამორას პრეზი ხო არის რაღაცა. ესპანეთში და ბობი ზამორა ხო, არა ცნობილი არ არის ეგ ჯერ. არა, ხო ვერ პროცესში. მოდი იყოს ბავშვობიდან ვარსკვლავები 100. ბავშვობიდან ვარსკვლავები 100 ქულა. 2003 წლის აგვისტოში 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში. მისი გუნდი ფინალში ბრაზილიასთან დამარცხდა. თუმცა 16 წლის მოთამაშე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ასევე მან 5 გოლის გატანა მოახერხა და პირველობის საუკეთესო თანაბომბარდირის წოდებაც მოიპოვა. 2003-4 წლების სეზონში იგი უნიკალური მიღწევის თანაავტორიც გახდა. ხოლო გასულ სეზონში სხვა ამპლუაში სერია A-ში ვიხილეთ. დაასახელეთ ეს ადამიანი. სერიაში ჟენალ ვიქნებოდა აუტ. მაგრამ ამდენი მინიშნებაა, მაგრამ ეხლა მიდი და გამოიცა. 5 გოლი გაიტანაო, ხო? ანუ ის არის რა ქვია. ის შემტევი უნდა იყოს ვიღაცა და იყო რა სავიოლა, არ ვიცი. ჯილარდინო. არა, არც ერთი არ არის მეგობრებო, ეს არის. ჯილარდინო იყო მწვრთნელი და მაგით. მწვრთნელი გახდა სერია A-ში და კომოს მწვრთნელი იყო ძირა სეზონში. ფაბრეგასი? აუ მე რა თან 100 ქულიანი იყო. 100 ქულიანი. სხვა რაღაცას ჯილარდინო. მაგიტო იყო ამდენი რაღაცა ჩართული. არა, ჯილარდინო არა. ხო, ჯილარდინო თუ იქნებოდა, კი. წავედით კიო შენზე. რეკორდები 100. დაგვრჩა 700 ქულა გასათამაშებელი, სანაკრებო რეკორდები 100 უნდა ყველა ამის საფრანგეთის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელ ფეხბურთელებში არაერთ ვარსკვლავს ამოიკითხავთ. თუმცა რომელი მსოფლიო ჩემპიონი
იკავებს პირველ ადგილს, ისე წამოიწია, რომ მე მგონი ეგრევე პასუხობ. წესით ხო, ეგ უნდა იყოს. უგოლორის. ეგ არის ეგ. 800-200 ხდება ანგარიში. დღეს შენი დღეა მე მგონი და კარგად თამაშობ ძალიან. მოიცა ჯერ არის. 800-200 გახდა ანგარიში, სანდრო გისმენთ. ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ფული ჯოჯოხეთს ანათებს 300 ქულა. MLB-ს ამ იაპონელმა ვარსკვლავმა 2024 წელს LA Dodgers-თან 700 მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რის შემდეგაც სეზონში დაახლოებით $70 მილიონ მიიღებს. ოტანი თუ არ არის შანსი არ მაქვს. ესე უნდა. კი, შანსი გაქვს შოჰეი ოტანიას სწორი პასუხი. ეს ვიცი პირველი გადაცემით. დაგვრჩა სანაკრებო რეკორდები 300 ქულა. გიო, შენ გიკითხავ ამ შეკითხვას. კი ბატონო. ეს კითხვა ფეხბურთელს არ ეხება. დაგვისახელეთ ნაკრები, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი 27 გოლის გატანა შეძლო. ფეხბურთელს არ ეხება. შესაბამისად, ფეხბურთსაც არ ეხება? ფეხბურთელს არ ეხება, მაგრამ ნუ, აი, ჰოკეი ხო არ არის თუ ეგრე წავედი, მაგრამ არ ვიცი. აუ ბრაზილიამ ფინალში 7 გაიტანა, იყოს ბრაზილია. არ არის ბრაზილიის თორე დიდი ალბათობით უნდა იყოს ნიდერლანდები და არ ეხება ჰოლანდს. არა. აქ სწორი პასუხი არის უნგრეთი. აუ 54-ში, ხო? რომელმაც 8-3 მოუგო გერმანიას ჯგუფურ ეტაპზე. ხო და მე 3-2 წააგო. მე მეგონა რომ მინიშნება იყო რომ ჰოლანდი როგორც ფეხბურთელი არა, რომელიც ბევრ გოლს იტანს, არამედ ნაკრები ჰოლანდი. ხო, გასაგებია. აბა მაშინ მაგას ვთქვა. რისკების გათვალისწინებით ძალიან საინტერესო ამოვწურეთ მესამე რაუნდი და გავარკვიეთ ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა, ეს არის გიო და გილოცავ, რომ მოხვდი საუკეთესო 4-ში. ძალიან გავერთე. იმას იმედი არ ეწყინება თუ ვიტყვი რომ ამ თამაშით უფრო გავერთე. ოღონდ გართობას იმას არ გულისხმობ, რაღაც მარტივად და რაღაცა. მე ვიულობდი, მაგრამ ეხლა რა გზნობას გეუფლება, მაგის მიხედვით იზომება, ხო? თამაში როგორი მაყოფილი ხარ. იმას იმედი არ ეწყინება რომ ეხლა უფრო მაყოფილი და ბედნიერი ვარ. მადლობა სანდროს. კი, კაი თამაში იყო. ბოლო რაუნდი არის ისეთი, რომ ერთ ფეხის დაცდენას არ გპატიობს და სანდრომ მაპატია. ბოლო რაუნდში თან ბედიც უნდა დაგეხმაროს, რომ ესეთი შეკითხვები აირჩიო, რომ წინ გახვიდე რა. დამთრგუნველია მეტოქისთვის. შენ განსაზღვრო ტაქტიკა. მე ის რომ მოგეცდევს სხვადასხვანაირად. სანდრო, გული მწყდება, რომ ამ სეზონში მინიმუმ ვეღარ გნახავთ. არა უშავს, ეგ არაფერი. მადლობა, საინტერესო თამაში იყო ცალსახად და რაღაც წარმატებები გიორგის ბოლომდე. ალბათ გინდა რომ თქვა ჩემპიონთან დავმარცხდიო და წარმატებები უსურვოთ. შრეპეშაჟი არ გაქვთ თქვენ რომ გაუძვრეს ადმე. მეგობრებო, მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა ჩვენს მაყურებელს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის წარმდგენია BetLive-ი, ჩვენ კი მომდევნო კვირა დღემდე გემშვიდობებით, სადაც BeLive-ის YouTube არხზე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, კიდევ ერთი ახალი ეპიზოდი დაგვხვდებათ. ნახვამდის.